ევროკოდების შესწავლა სამშენებლო ინდუსტრიის განვითარებისთვის ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც Element Holding-ი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან თანამშრომლობით იწყებს. Როგორც ცნობილი არის პროექტი GIZ-ის პროგრამის უკეთესი პროდუქტი, უკეთესი მომსახურების მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანი სამშენებლო სექტორში ხარისხისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. რა იგეგმება Element Holding-ისა და GIZ-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომლის პრეზენტაციაც გუშინ შედგა. დეტალებს ჩვენი სიუჟეტიდან გიზიარებთ. ქართული სამშენებლო ინდუსტრია ფუნდამენტური ტრანსფორმაციის ეტაპზეა, სადაც უსაფრთხო საიმედო და ევროპული ინფრასტრუქტურის შექმნა არამხოლოდ ამბიცია, არამედ აუცილებელი სტანდარტია. ამავე ხედვაზე სწორებით, Element Holding-ი ევროკოდების რეფორმის მხარდაჭერას ახალი მასშტაბით განაგრძობს და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან სტრატეგიული პარტნიორობით ახალ პროექტს იწყებს, სახელწოდებით ევროკოდების შესწავლა სამშენებლო ინდუსტრიის განვითარებისთვის. პროექტი ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული GIZ-ის პროგრამის უკეთესი პროდუქტი, უკეთესი მომსახურების მხარდაჭერით ხორციელდება. ამ პროექტით კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენი მიზნის მდგრადობას, მაქსიმალურად ხელი შეუწყოთ სექტორის სისტემურ განვითარებას და სტანდარტების ცვლილებას. GIZ-თან თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მარტო ჩვენთვის, როგორც კომპანიისთვის, ანუ სექტორის ერთი წარმომადგენლისთვის, არამედ მთლიანად სექტორისთვის, კერძო სექტორისთვის, ვინაიდან ეს კიდევ ერთხელ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მაქსიმალურად გავიზიაროთ საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკები და დავნერგოთ საქართველოში. ევროკოდების საფუძვლიანი შესწავლა ვფიქრობთ, რომ ხელს შეუწყობს კერძო სექტორის განვითარებას, სამშენებლო სექტორში ხარისხის გაუმჯობესებას, კონკურენტუნარიანობის გაზრდას და საბოლოო ჯამში ინვესტიციების მოზიდვას, ეკონომიკის მდგრად განვითარებას, კმაყოფილ მომხმარებელს და ამ პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი ასოციაციების ჩართულობა, რაც არის კიდევაც გათვალისწინებული ამ პროექტით. Element Holding-ისა და GIZ-ის ერთობლივი პროექტის მთავარი ღირებულება ცოდნის კაპიტალიზაციაშია. შეირჩევიან მაღალკვალიფიციური უცხოელი ექსპერტები, რომლებიც ქართველი კონსტრუქტორების პროფესიულ გადამზადებას უზრუნველყოფენ. პროცესის ცდება თეორიულ ჩარჩოებს და მოიცავს ისეთ პრაქტიკულ კომპონენტებსაც, რომლებიც მიღებული ცოდნის რეალურ პროექტებში იმპლემენტაციას გაამარტივებს. ხაზგასასმელია ისიც, რომ ინიციატივა ევროკოდების სასწავლო მასალის თარგმნა, ადაპტირებასა და ელექტრონული ვერსიის მომზადებას გულისხმობს. მასში ასევე სრულად გათვალისწინებულია ევროკოდების შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი მექანიზმები. ამ კონკრეტულ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ შედეგს რასაც ველოდებით, ეს არის, რომ გადამზადდება 15 კომპანიის 25 კონსტრუქტორი, ანუ მაქსიმალურად შედეგი არის სექტორზე ორიენტირებული, რომ მათი ცოდნა და უნარები გაიზარდოს და დახვდნენ მზად იმ ცვლილებებს, რომლებსაც ველოდებით რეგულაციის თვალსაზრისით. ერთწლიანი აქტივობების დასრულების შემდეგ პროექტის შედეგებზე დაყრდნობით სამშენებლო სექტორის დეტალური ანალიზი მომზადდება. ეს კვლევა გახდება ერთგვარი გზამკვლევი და სარეკომენდაციო დოკუმენტი მომავალი ნაბიჯებისა და პროექტებისთვის, რაც კიდევ უფრო დააჩქარებს დარგის სისტემურ განვითარებას. პროექტი ემსახურება ევროსტანდარტებთან დაახლოებას, საბოლოო ჯამში ეკონომიკის განვითარებას და ევროინტეგრაციას. შესაბამისად, ჩვენი პროექტი არის ამ ინიციატივის მხარდამჭერი, რომელიც სამშენებლო სექტორს გააძლიერებს და საერთო ხარისხის ინფრასტრუქტურაში იქნება მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ეს ინიციატივა ჩვენი მოლოდინით. Element Holding-მა ევროკოდების რეფორმის მხარდაჭერა პარტნიორებთან ერთად 2023 წელს დაიწყო და მას შემდეგ პროცესი სისტემურ ხასიათს ატარებს. საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობა, ტრენერთა ტრენინგები და საინფორმაციო კამპანიები საბოლოოდ ერთ მთავარ მიზანს ემსახურება: ხარისხისა და კონკურენტუნარიანობის გაცლიერებით სამშენებლო სექტორის მდგრად და სტაბილურ განვითარებას.